არ იყო ასე. იყო პერიოდი, იცოდა რომ თუ მას მუშაობა უნდოდა ნამდვილად შევიდა საერთოდ მოაჭრა ნაწილი და ზოგი მეორე რაიონს შეუერთა, ზოგი რაიონი ასე ვთქვათ, საარჩევნო პერიოდში სიარული ბატონმა კვირიკაშვილმა მერე თქვა და საერთოდ არ უნდა იყოს, ან რეალურად გააკეთო ლატაში. ჩვენ ხო არაფერს არ ვაკეთებთ ისე, როგორც გასაკეთებელია და ახლა გააკეთეთ. ასე ვთქვათ, საარჩევნო პროგრამას, რომელიც მე მინდა გთხოვოთ და ასე ვთქვათ, გავამთლიანოთ და აი საზღვრები, რომელიც ყოველ წუთში საქართველოს გულში გადმოდის თანდათანობით, იმიტომ რომ ჩიხად იქცა, ხო? როგორც ეს ნაწილი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის და ისიც 50 წუთი, იმიტომ რომ მივხვდით უკვე რომ დღეს ჩვენ ვიყავით გორის რაიონში და მე მქონდა შეხვედრა მოსახლეობასთან. მე დიდი სიამოვნებით წარუდგინე, თუმცა წარდგენა არ ჭირდებოდა ამ ადამიანს ნამდვილად ბატონი ვანო მაჭარაშვილი, როგორც მაჟორიტარობის დეპუტატი. მოსახლეობა ისევ გამოთქვამს წუხილს იმასთან დაკავშირებით, რომ ის იქნება ფაქტიურად ნახევარი გორის, ნახევარი ასე ვთქვათ, თლიანი ქარელის და დეპუტატი და ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად, ესე ვთქვათ, რაიონები გაიხლიჩა, რეალურად მოხდა ისე, რომ დარჩა რაიონები, რომელსაც საერთოდ არ ეყოლება მაჟორიტარი დეპუტატი და მოსაზღვრე რაიონებიდან იქნებიან მაჟორიტარი დეპუტატები. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არასწორი გადაწყვეტილება იქნა მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებთან დაკავშირებით. ვარიანტში ისევე როგორც ძალიან ბევრ სხვა ადგილზე აწუხებთ პრაქტიკულად ერთი და იგივე პრობლემები, ერთადერთი წყალი არის აბედნიეროდ და ეს პრობლემა ამ სოფლის მოსახლეობას არ აწუხებს, მაგრამ ეს არის მოსაზღვრე სოფელი, უფრო სწორად, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთთან, აქედან პრაქტიკულად რამდენიმე კილომეტრში ძალიან ახლოს უკვე რუსული სამხედრო ჯარი დგას და მოსახლეობას ბუნებრივია ძალიან კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია უბლოკო სტატუსის გამოცხადება, რუსეთთან ურთიერთობის დალაგება, მშვიდობა და ის რომ ის საზღვარი, რომელმაც გადმოინაცვლა რუსეთ-საქართველოს საზღვრიდან საქართველოს გულში, ისევ დაბრუნდეს თავის ადგილზე, სადაც ის უნდა იყოს საქართველოს ოფიციალურად აღიარებული საზღვრების მიხედვით, რა თქმა უნდა, სამაჩაბლო საქართველოს ნაწილია და ეს საზღვრები არის უმსგავსობა და მე ადამიანებს დავუპირდი და ვპირდები, რომ ესმავთ უხლართები საქართველოს ტერიტორიაზე, ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ძალიან მალე აღარ იქნება.